გამარჯობათ მეგობრებო. დღეს არის 22 იანვარი, ეხლა არის 11 საკლია 25 წუთი. მე მაპატიეთ ესა ვარ გაუპარსავი, რაღაც მიზეზია ხვალ გაიგებთ მოკლედ რატო არ გავიპარსები. მეგობრებო, მსოფლიოში დაიწყო ახალი ერა, ასე ვთქვათ. ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო ამერიკის პრეზიდენტის არჩევაზე. ამას მე რამდენი ხანია ვამბობ, ბევრი კრთოდა, შისისაგან ერთი ამბავი რაღაცა შიშები სულ სხვანაირი იქნება, მაგრამ არა ის რაც იყო ადრე. მოდი პირდაპირ ხა ვილაპარაკოთ იმ საკითხებზე, რაც მოხდა ინაუგურაციამდე და ინაუგურაციის შემდეგ რაღა არის უკვე მეორე დღეა. ესე იგი პირველი აქ არ შეიძლება პირველი მეორე მესამე დაახარისხო, ვინაიდან ყველაფერი პირველი იყო საპრობლემო აქ, ყველაფერი დაწყებული ომიდან, შემდეგ ეს პიდარასტომანია თუ რაც არის და ბევრი კიდე სხვა. ეხლა ცოტა ცელი ის გამომივა მე ლაივი, ამიტომ ვინც ვერ უყურებს ჯობია მერე დამჯდარი სახში ნორმალურად მოусმინოს. დავიწყოთ იქიდან მეგობრებო, რომ მე ბევრი მიგზავნის მეგობრები, რომ აი ბატონო დავით დაიწყეს ბავშვების ის აცრა და ახალი კოვიდი შემოდის, ახალი შტამი და ერთი ამბავი, რომელზეც არ ვპასუხობდი და არ ვპასუხობდი, რატომ? და ამაზეც გავაკეთე მე კომენტარი ბევრჯერ, იმიტომ რომ 22-ში როგორც კი ჩამთავრდა ეს ლოკდაუნები და ვაქცინაცია და ჩიპიზაცია და ერთი ამბავი, მაშინ მე მოვჭი, ამოვწურე თავიდან ბოლომდე აბსოლუტურად რაც კი იყო ამის შესახებ, აბსოლუტურად ყველაფერი, 38 ნაწილი იყო თუ არ ვშთებით, უფრო მეტი არც კი მახსოვსა ხმალი სიმართლისა. შემდეგ ხილებაცშიც გავაგრძელე ეს ინფორმაცია. იმის შემდეგ არ მithქვამ სადღაც 1-2 თუ რაღაცა თუ არა არ იქხადა ეს დაგვემართება და ეს მოდის და ტურა და მგელი და ერთი ამბავი, იმიტომ რომ ზოგიერთი ჩარჩა იმაში რომ არ იქა ეს მოდის, ის მოდის, არაფერიც არ მოდის ხალხო, იმიტომ რომ ცოტა შორს უნდა ვიყურებოდეთ და ამასაც ვამბობდი რომ მოდის დრო, თქო ამას მე რამდენჯერ ვამბობ, მოდის დრო რომ იცვლება ყველაფერი. უბრალოდ ლოგიკა უნდა ჩავთვით. მაშინ, როდესაც ამ ტრამპს, ეხლა მე ტრამპს ის კი არ არის მთიანი ანგელოზი კაცო, ამაზე გვექნება კიდე საუბარი. მაგრამ სულება არის სულება. აპდეიტს რასაც ეძახიან, განახლება. ტრამპს გვერდში უდგას კენედის ძმისშვილი, რომელიც პანდემიის დროს იყო გაქანებული ესე იგი ფაუჩისა და ამ მსოფლიო ჯანდაცვის მოწინააღმდეგე იყო. კაცი, რომელიც ბერლინში ჩავიდა შუა გაგანია, ესე იგი პანდემიის დროს და 500,000 ადამიანი დახვდა, გერმანელი და ეს მაშინა განახეთ ეს კადრები კიდე ყველაფერი. და მაშინ მან გაიმეორა ისტორიული თავისი ბიძას სიტყვები, აი დღეს მე ბერლინელი ვარ, იმიტომ რომ მაშინ კიდე 500,000 დახვდა, იმას რა ქვია, კენედის. ასეთი ამბები ხდებოდა, თვითონ ტრამპი კიდე იყო დიდი მოწინააღმდეგე ამ ასე ვთქვათ გამოგონილი შტამებისა. წინააღმდეგი იყო პირბადისა, ისიც განახეთ თუ გახსოვთ, ახლა ნაწილები არ მახსოვს რომ ნაწილში იყო, როდესაც დებატებში, ესე იგი, ეს ბაიდენი ამბობს რომ აი მე რო ვიქნები ყველას ვაქცინას გავუკეთებ. მე მიშა კიდე ისე არ იყო გახსოვთ? აი მე რო ვიყო პრეზიდენტიო, ეხლა უკვე ყველა ვაქცინირებული იქნებოდაო. და პირბადეს გავუკეთებო ყველასო და ტრამპი ამბობდა რომ პირიქით მე თუ მოვედიო, ყველას ახსნით ამ პირბადებს, რომ გახსოვთ მან ცერემონიულად რომ მოიხსნა პირბადე გაგანია, ასე ვთქვათ
ლოკდაუნების დროს და ვაქცინაც აღარ იქნება საჭირო და მან გაიკეთა რაღაც ისეთი იგაცივდა, გამიგეთ? რაღაც ისეთი გაიკეთა, ახლა სახელი არ მახსოვს, მაშინ მე ზეპირად ვიცოდი. და გადარჩა კაცი ჩვეულებრივად. გამიგეთ? და ეს კაცი ახლა ყავს თუ არ ვწდები, მან დასვა ჯანდაცვის მინისტრად, თუ არ ვწდები. პელიუს წარმოიდგინეთ ახლა ამერიკა გამოვიდა ჯანდაცვიდან, მსოფლიო ჯანდაცვიდან. თქვენ გესმით ახლა? მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამერიკა გამოიყვანა ამ ტრამპმა. და ეხლა ვინ ფიქრობს კიდე იმაზე, რომ აი რაღაცა მოbrunდება და მოგვიბრუნებენ და რაღაცა. ნუ ეს არის სისულელი, იმიტომ რომ ეხლა ამ ხელა ესაა გაწეული თამასა ამ კაც და ეხლა უცებ რომ შემოუშვას ეს პანდემია და არიქა და ესა და ეს და ვაქცინებიო ეხლა ნახევარი კი არა ლამის მთელი ამერიკა უჯაღდება. გესმით რაშია საქმე? ამიტომ ეს გამორიცხეს შიშები ამის შესახებ არ იქნება, სხვა შიშები მოდის და ამაზე კიდე ვილაპარაკებ. ამაზე მოვჩით ახლა ხო? ახლა მეორე საკითხი. ომის პარტია. ესე იგი ამ ინოგურაციამდე ტრამპა თუ არ ვწდები 18 იყო თუ 17 რიცხვი იყო, როდესაც მან თქვა, შემოგარგებო, რომ ესე იგი ის რაც მოხდა უკრაინაში, ეს არის ბაიდენის აპარატის დანაშაული, რომელსაც ჩათრეული იყო, ასე ვთქვათ, ეს კლოუნი და გამყიდველი, სული და ხორცით გამყიდველი უკრაინის ზელენსკი და რომ ყველას მოითხოვება პასუხი და ზელენსკი ჩემი მეგობარი არ არის. თქვენ გესმით ახლა ეს რამხელა მესიჯია? გესმით ახლა რამხელა რაღაცა თქვა იმ კაცმა, აშკარად, ასეთ რაღაცებს აშკარად არ ამბობენ ხალხო. მაგრამ ეს კი თქვა, მაგრამ ამას ხო ექნება გაგრძელება. იმიტომ რომ ტრამპი არ არის არაორდინალური ადამიანი საერთოდ. დიდი ხარიზმატული პიროვნება და მაგი რას მოიფიქრებს და რას დააბრეხოს, კაცი შუმა არ იცის. თუმცა გამკეთებელი არის და მთქმელიც არის. ესე იგი, ეს რო თქვა, ავტომატურად მან რაც პირველ პრეზიდენტობის დროს რო იყო და იქ დაიჭირა ზოგიერთი ვიღაცები და დაიწყო მათი დაჭერები და რაღაცა, აი, მაშინ იყო რომ აუმხედნენ მთელი სატანისტები, ნუ პრინციპში არც ეს არის ახლა როგორც გითხარით ისე ოქროდ გამბანილი, მაგრამ სწორედ მაგიტომ ვიყუროთ არსებულ პრეზიდენტს, თქვენ წარმოიდგინეთ ამერიკაში, ამ მსოფლიო იმპერატორია, მსოფლიო იმპერატორი და არსებულ პრეზიდენტს არჩევნები გაუყალბეს. მესმის რომ გაუყალბო, ვინც მოდის იმას, ვისაც უნდა მოხვედრა პრეზიდენტად თუ არა, თქვენ წარმოიდგინეთ არსებულ პრეზიდენტს. რამ ხელა აპარატი დატრიალდა მის წინაშე, ხო? წინააღმდეგ. და ავტომატურად იქნება რა? მოსთხოვენ მათ აპარატს, ესე იგი ბაიდენის აპარატს, ნელა ეს მოხდება ყველა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს მეგობრებო, რომ ამ შეთქმულებაში მე ვამბობ რუსეთის წინააღმდეგ მონაწილეობდა არა მარტო ამერიკა, არამედ მთელი ლამის იყო 50 სახელმწიფო, ხო ასე? 48 იყო თუ 59. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ეს რამხელა მახინას ეჯახება ახლა ეს კაცი. და უნდა ველოდოთ ახლა ჩვენ შეიძლება ეს ჩვენ ამას არ გვანახებენ, ეს კულისებს მიღმა იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ იქნება დიდი სხადნიაკი, სადაც მოსთხოვენ ყველას. ვინც გაქურდა ამერიკის ხაზინა, ვინც თავთავისი ხაზინა, თავისი წვილი შეიტანეს აი ამ სისხლისმაში. დიახ, იქნება ამის მოთხოვნა. ჩვენ ამას აშკარად არ გვანახებენ, მაგრამ ეს მოხდება. და იქნება ბევრი ყურის დაწელვა, ასე ვთქვათ,
ჩვენ საქართველოს ამ ხრივ გადავრჩებით ამ კოვიდის აფიორაში მონაწილეობაშიც, იმიტომ რომ პირველი იყო თუ გახსოვთ თქვენ ჩემო მეგობრებო, ირაკლი ღარიბაშვილმა რომ დაიბარა ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი კაცო ისა რა გვარი იყო ხა დამავიწყდა კაცო მაინც ზეპირად მახსოვდა ხო იცით ხა ვიცა თეთრმიანი და აი იქიდან ცოტა რაღაც გაბრაზებული გამოვიდა პირველი იყო ვინც ღარიბაშვილი რომელმაც ასე ვთქვათ წინააღმდეგობა გაუწია იმის გამო თუ რასაც აკეთებდა ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო რომელიც დამოკიდებული იყო და ჩამოკიდებული იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე ხო ასე იყო კი ამიტომ რომ იმასაც ავსდით და ხა ომის იმასაც ავსდით პასუხისმგებლობა ესე იგი ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ უარი ვთქვით ამას ხო კარგი ეხლა მესამე კიდე სადაც თქვა მან რომ ну ეს ადრეც უთქვია რა თქმა უნდა მაგრამ ეხლა კიდე თქვა გაიმეორა დაამტკიცა რომ კაცობრიობაში არის მხოლოდ და მხოლოდ ორი სქესიო ქალი და მამაკაცი და მორჩა და დამთავრდა წერტილიო ბიჭოს რა დაემართა ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ჯერ ერთი ამერიკაში მე ევროპაში მსოფლიოში და მე საქართველოში ამ ბიდარასებს ლესბოსელებს გეებს ნუ რა ვიცი ტრანსგენდერებს ტრანსისვისნი რამდენიც არიან და მე ამათ მიმდევარებს და იმათ ვისაც ვინც კი ფინანსდებოდა ნუ ძირითადში სოროსის ფონდიდან თქვენ წარმოიდგინეთ რა დაემართა აი რა ქანან ეხა არიციან აი დაშეშებული აი თევზივით აი პირს აღებენ და ვეღარ ამბობენ ვერაფერს სად წავიდნენ ახლა ეს ხალხი? ჯო ამერიკაში წავიდნენ, ამერიკაში აღარ მიიღებენ. ვერ გაბლატავდებიან მაშინ რა ქვია, ევროპაში რო წავიდნენ, იქაც მალე იქაც ჯვარს დაადებენ ამას. ჯო რა ქნან ახლა, რა ქნან, ვინ დაიკმაყოფილონ საკუთარი ვინებები. გესმით? ნუ ეს საკითხიც დამთავრებულია და მორჩენილია. კიდე რა იყო ხა იქ უმთავრესი ხო? მოვჩით ახლა და ეს იყო სამი ძირითადი ახლა გადავიდეთ ჩვენ ტრამპის და მის აპარატზე და მის ასე ვთქვათ გეგმებზე. ჯერ არ იყო კაცი მოსული და ჯო განაცხადა რომ აი ეს მინდა რა ქვია გრენლანდიის კუნძული მინდა უნდა ვიყიდო. ჯო გამახსენდა ის ზოროს კინოზე ხო ვარ დაყურები ზოროზე. აი გემას რო გამოიტანებენ რა ქვია იქაც თუ არ ვსები გრენლანდია თუ რომელიღაცა საპატარა კუნძულია ხო აი ეს მიწა უნდა ვიყიდო რო ამბობს ეს სწორ მაგაზე მიდის იქ ჭუბი და ერთი ამბავი აი ეს გამახსენდა ხა თქვენ წარმოიდგინეთ რა ეპოქაში ვცხოვრობთ ნუ კი ბატონო მსოფლიო ლიდერია ასე ვთქვათ მაგრამ მსოფლიო ლიდერი უკვე ვეღარ იქნება ის ვეღარ იქნება იმიტომ რომ აქ სულ სხვა გადათამაშება მიდის ჩემო კარგებო მაგრამ ახურებს ახლა თავისას მაინც და ეს კაცი აშკარად ამბობს კაცო ეს მიწა მინდა უნდა ვიყიდო ბაბუა მისის რო იყოს რა ქვია რაღაც ნაკონი მიწა ის გესმით ეხა იქ რატომ მაინც და მაინც გრენლანდია და რაღაც ეგ პანამა და ერთი ამბავი ეს ცალკე დეტალებია ცალკე სხვა თემა არის და ეხა ეს სხვა დროს ალბათ თუ გახდა მაინც და მაინც საჭირო ამას საუბარი შემდეგ ამას ყავს აპარატში როგორც გითხარით აქეთ ეს რობერტ კენედი აი იმ კენედის ჯონ კენედის ძმისშვილი როგორც გითხარით სასტიკი მოწინააღმდეგე ამ ფაუჩი და მათი იმის რა ქვია მაფიისა რომელიც ხოცავდნენ კაცობრიობას მეორე მხრივ ყავს აქეთ ილონ მასკი რომელიც თლად ვერ არის დაწყობილი გამიგეთ ნუ ამ კაცმა თქვა რომ აი ჩვენ რომ მალე კაცო ის მარსზე წავალთ ეხა როგორ არის ხა იცით ჯერ ერთი და მარსი და რისი მარსი და რა მარსი ხალხო 1969 წელს თუ არ ვწდები ამერიკელები წავიდნენ მთვარეზე ვითომ დაждდნენ თვასე ხო
ეხა ეს რო ბლეფია, მაგაზე ცალკე რამდენი ხანია დაფაილებული მაგის და ვერ მოვიცალი ამისთვის. ეს არის ხალხო ბლეფი. ესეთი ბლეფი ან რა ვიცი როგორ გითხრა. დიდი ზღაპარია რა მოკლედ. გესმით? ეს იყო ყველაფერი ჰოლივუდში გადაღებული, მაგრამ თქვენ წარმოგიდგენთ ხალხი როგორ გააბიტურეს იმ დროს, ხო? და ეხლა მოდი აი ესეთ კითხვას დავსვა. ვისაც ჯერა კიდე ხა ასეთი რაღაცის რომ ამერიკელი მთვარეს დაიჯდნენ, ისეთი არია, ისეთი პარტია კიდე, ეს იგივეა რომ ხალხს ჯერა კიდე რომ დედამიწა მრგვალია. აი კითხვას დაგისვამთ ეხლა მე თქვენ. თუ 1969 წელს მთვარეზე დაჯდნენ ამერიკელები, ხო? ბიჭო, ნუ თუ მაგის შემდეგ ერთი რეისი მაინც არ გააკეთეს და არ დაჯდნენ. ნუ თუ ერთი რეისი კაცო, ხომ იყვნენ, გზა ხო გაჭრილი გქონდათ, ხო, გესმის, ხო, ადვილი ყოფილა თურმე. 79 წლის შემდეგ ხა რამდენი წელია გასული კაცო. შენ წარმოიდგინე. ნუ თუ ერთხელ მეორედ რაფერ არ მივიდნენ კაცო, ან მესამედ, ან მეოთხედ, ხო? გესმით? ვიდრე ბლეფი იყო ეს. ეს იყო ბლეფი და ეხა ეს თავიდან ეხა ახალ ბლეფს თავზო მარსზე წავალთო კაცო ჩვენ. რა მარსი, ის მარსი კაცო. სად არის მარსი, რას მეუბნება. მაგრამ ხო ატყუება ხა რომ სოფლიო ლიდერები არიან. გესმით? ეხა ის კიდე ბევრ რაღაცებს ურიკინებს ხელოვნურ ინტელექტზე რომ დაიწყებენ ისინი მალე, ოღონდ დაიწყებენ უკვე მასიური სახით ხელოვნური ინტელექტის შექმნას. ინტელექტი როგორ ეხა ადამიანში ჩაანერგავენ ჩიპებს. აი აქ არის ჩვენი შიშები. ამის უნდა გვეშინოდეს და არა იმასი რაც ადრე ვილაპარაკეთ. გესმით? ის დამთავრდა უკვე. ასე ესენი უფრო დახვეწილი და უფრო თანამედროვე მას შემოგთავაზებენ ტექნოლოგიას და ეს ტექნოლოგია რომელიც ადრე ესენი რამდენი ხანია აკეთებენ ამას და გააკეთეს კიდევაც ექსპერიმენტი და აცი გააკეთებენ მასიურად. ნუ შეესწებიან ყოველ შემთხვევაში. აი აქ უნდა იყოს ჩვენი შიშები. ეხლა კიდევ ძირითადი საკითხი ესე იგი მეგობრებო, ეხლა პოლიტიკური საკითხი, სოფლიო პოლიტიკის საკითხი. ეხლა ზოგიერთ გონია რომ პუტინი და ტრამპი რაღაც შეხმატკილებულები არიან. არ არის მასე საქმე. არ არის მასე საქმე შემოკარგებული. ძალიან დაიძაბა სიტუაცია. ამერიკასა და რუსეთს შორის ეს ჯერჯერობით არ ჩანს. გამიგეთ? უკვე რუსეთმა მისცა ირანს საშუალება რომ მიეწოდებინა მისთვის ის ტექნოლოგიები, რომელიც შემდეგში უკვე ამ რა ქვია ატომური ბომბის დამზადების დარგში იყოს ამისათვის გზად. თქვენ იცით რომ ტრამპი თავიდანვე კიდე ირანს კბილებს უღრიჭინებდა. ოსია, კი. ეხლა ამ ალიანსს რო უყურებს ტრამპი უკვე ჩინეთთან რაღაც კი ქონდა მას ზარი ასე ვთქვათ. მაგრამ როგორ დამთავრდება ეს სხვა საკითხია, იმიტომ რომ სოფლიო უკვე თითქმის თეორიულად, მე არ ვამბობ დოკუმენტალურად, მაგრამ თეორიულად უკვე გადანაწილებულია, მე ვამბობ პოლიტიკურ ბალანსის საკითხში. რატომ? იმიტომ რომ აი ეს რო შეიქმნა ბრიქსი, ანუ ხუთეული, აი ეს ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და ამის არის ახლა ჩაერთვება კიდე ირანი. აი ეს ძალა ერთიანდება, უკვე გაერთიანებულია პრაქტიკულად. გამიგეთ? ეს ძალა დაუპირისპირდება ამერიკას. რატომ? იმიტომ რომ ამ ამერიკამ ბოლო-ბოლო ცოტა ძალიან გაჯიჭილდა, იმიტომ რომ სოფლიოს მოждომა უნდა, სოფლიოზე გამიგეთ ბატონობა უნდა და ახლა ვინ არის ამის სულელი, ეს რო არ იცის და ცოტათი რო შებოჭონ. ეს შებოჭვა იქნება რა? ეს იქნება დაბალანსება, სოფლიოსი დამშვიდება. მაშინ, როდესაც ერთი უფრო ძლიერია და მეორე პატარა არის, მაგ ყოველთვის ომი იქნება.
ან უბრალოდ ერთი მოერევა მეორეს და მორჩა დამთავრდა და იმ გამარჯვებულის პოლიტიკა ტარდებოდა იქნება მსოფლიოში. მაგრამ როდესაც იმ ერთს კიდე მეორე ძალა ბალანსირებადი დაუდგება ისეთი, რომელიც საპირწონედ იქნება ზუსტად მისი ძალის მქონე, აი მაშინ ის გაჩერდება და ბუნებრივია არ იქნება ერთმანეთში ომი. გესმით? დამშვიდდება და ყველაფერი იქნება მოლაპარაკებით. ისევე როგორც აგერ ზელენსკის საკითხში. ზელენსკის შემოგარგო ესე იგი კარლ მესამე იყო თუ არ ვთქვი ინგლისის მეფე ხო? აი დაიანა თუ დიანა რო ყავდა მეუღლით ხო? თავის ცოლი რო გააგორა იმ შტერმა გამოკლიავებულმა და იმის გამო რომ რაც შიგით იყო იმის ეშინოდა რომ დიანას არ ეთქვა, იმიტომ რაღაც ეს მქონდა იმის სიმპტომები რომ ეთქვა, იმიტომ რომ ისეთი მამაძაღლობები ხდებოდა თავის ოჯახში და მის იმას თქვა კლანში. ამისი შეეშინა და მე მოუგონეს რომ ვიღაც შეიხთან ქონდა თურმე საქმეო და იმიტომ მოკლესო და ჯერ რატომ უნდა მოკლა კაცო? ხო? მაგრამ ნუ აბა ასე ხდება ყველა ცნობილი ადამიანი მე კლავენ ან წამალში გააპარებენ ხოლმე და დააბრალებენ ისე როგორც ის იყო რა ქვია კენედის შეყვარებული კაცი ვიღა მსოფლიოში ცნობილი სექს სიმბოლო დამავიწყდა მაგის სახელებად. ხო და კარლ მესამემ მიხიდა ზელენსკის 26 მილიონ ფუნტ სტერლინგად თავისი სახლი. გესმით? 26 მილიონ მილიარდი არ იქნებოდა არა მილიონი ფუნტ სტერლინგად ზელენსკის. თქვენ გესმით? რატომ? იმიტომ რომ ასე ხდება კაცო ეს, მაგრამ კი გასაგებია მე იქიდან რო გამოიქცევა იქ იქნება, მაგრამ 26 მილიონ ფუნტ სტერლინგის ზელენსკიმ საიდან მოიტანა ხომ და იკითხო ახლა ადამიანმა რა? არ ჩავალ ახლა ამის სიღრმეებში, იმიტომ რომ თავიდანვე იყო უკვე გაყიდული და თავიდანვე მილიარდებს აკეთებდა. ესე იგი 6 თვეში გახდა მილიარდელი კაცი. პრეზიდენტად რომ მოვიდა. და რა ეშველება ამ უკრაინელ ხალხს რომელიც 10 მილიონზე მეტი უკვე ემიგრაციაშია გასული. პრინციპში რო თქვა ხა 50 მილიონს რო გაგაბრიყვებენ არა ჩემი სათქმელია, მაგრამ ღირსი უნდა იყო. ჩვენ რო გაგვაბიტურეს 3 მილიონი ნახევარი კაცი ხო გასაგებია კაცო ამ ხელა მონსტრები რო ეს არ გვია თავზე მოგაჯდებიან და გაგაბიტურებენ რა იქნება, მაგრამ 50 მილიონს რო გაგაბიტურებენ მაშინ რა ღირსი ხარ მაშინ რა. მე არ ვამბობ იმ ხალხს რომ გაწყვეტეს იმაზე, მაგრამ ემიგრაციაში, ემიგრაცია ვინც წავიდა ყველა საშველი ვისაც ჰქონდა და შენივრად არიან. ჩვენთანაც ხო ხედავ და გერ ბურს თამაშობენ და რესტორნებში დადიან და მღერიან სუფერზე კიდიან ამამდე დაცვადიან. ხო, იმათ რა ეშველება იმაში უკრაინაში რომ ომობდნენ ქართველები ისინი საწავლენ ერთისმეტ. ნუ ისინი საქმეს რაღაცას იყიდიან ევროპაში ან ამერიკაში და იქნებიან მერე. მოკლედ მაგრამ არა მგონია შეიძლება ეს ზელენსკი კიდე სამ თავისი ხალხი დედას უტირებს და ბოლოს მოყვენ შეიძლება უბრალოდ ისევ ამერიკელებმა გააგორონ ჩვეულებრივად. აი ეს როგორც ხდება ხოლმე. გამიგე თუ ძალიან აკუნტრუშდა ეგრევე მოუღებენ ბოლოს როგორც დაგიბარებიან. აი ესეა მეგობრებო, მთელი ეს ახლა რაც ვილაპარაკე მონახაზი კიდევაც ერთი მეორეც მესამეც. დანარჩენზე როგორც გითხარით 25-დან ან 25-ის შემდეგ გავგრძელდები ყველაფერს ანგარიშის და მე რასაც ვაკეთებ და ყველაფერი. ტელევიზიის თანხა ვერ გროვდება, ვერ მოგროვდა ჯერჯერობით კიდე. რავი, ყველას უნდა მოსმენა, ყველას უნდა, მაგრამ სულ 100 და 150 ადამიანზე ვარ დამოკიდებული და ასე არ გამო. კარგით, ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე დავველოდოთ მომავალ ვიდეოებში.